ხმაური ხელვაჩაურში ბათუმში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 2 დღის წინ დაკავებულ მინდია ოჯახიშვილს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას ბრალდებულის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა, დაკავებულის დედა კი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. დღესვე ოჯახიშვილს ბრალი დაუმძიმეს იარაღთან ერთად მას ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვაში, ასევე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაშიც ადანაშაულებენ, რასაც დაცვის მხარე არ ეთანხმება. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება. დაკავებული და მისი ახლობლები სამართალდამცავებს იარაღის ჩადებაში და დაკავების დროს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ჩვენ როგორც ვთქვით, ჩატარებულ საგამოძიმო ქონების შედეგად ბრალდებულისაგან ამოღებულთან წესასწაული იარაღი წარმოადგენს საქართველოს სასამართლოს კოდექსის მეორე და მესამე ნაწილებს, შენახშეძენა, შენახვა და ტარებას. ამავდროულად მისგან ამოღებულ ტყავის საფულეში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ექსპერტის საფუძველზე. ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. სხვა საქმეში რამე მასალა არ მოიპოვება. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი საგნები აღმოჩნდა მისი დაკავების საფუძველი. ანაბიჯდები არ არის ამოღებული შემოკარგო და ამ მხრივ შეუძლია დაცვის ხარისხს მოიპოვოს გარკვეული მტკიცებულებები. ნარკოტიკი როგორც თქვენ იცოდით, რომ საქმეში არ იყო, ისე დაცვის მხარე იცოდა, რომ არც ნარკოტიკული საშუალება არ უნდა ყოფილიყო აღნიშნულ საქმეზე, არც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაგვიწევია და მით უმეტეს იარაღის არ ქონია. ეს მოწმეების ადასტურებენ, რომლებიც უშუალოდ შეესწრენ და იძახიან მოწმეები თუ როგორ ჩაგვიდეს ჩვენ აღნიშნული იარაღი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის არგუმენტაცია არის სუსტი და ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ მისი ცხოვრება შეიცვალოს, ახალგაზრდები ყველა ჩვენი ძალებით ვიმოქმედებთ და დავიცავთ მის სამართალს.